როგორ შეიძლება უპასუხოს ნატომ რუსეთს? რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოსკოვი ნატოს წევრი ქვეყნებისგან გაფრთხილებას იღებს. ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ ესტონეთმა პირველად გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. გარდა ამისა, ქვეყანამ ნატოს წევრ ქვეყნებთან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად კონსულტაციები მოითხოვა. გაეროში საგანგებო სხდომის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ ევროკავშირის და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ერთობლივი განცხადება წაიკითხა, რომელშიც რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაა დაგმობილი. განცხადების მიხედვით რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს. On 19 September 2023 19 სექტემბერს სამმა რუსულმა გამანადგურებელმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. ისინი ნატოს ცაზე 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ღრმად შეაღწიეს ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ესტონეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თითქმის 100 კილომეტრი დაფარეს. ეს საშიში ესკალაცია. ეს იყო წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა. სამი თვითმფრინავი ერთდროულად შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ტალინიდან, ნატოსა და ევროკავშირის დედაქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე იმყოფებოდა. ჩვენ დღეს აქ ვართ, რადგან ეს ინციდენტი ეხება არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ პროვოცირების უფრო ფართო სქემის ნაწილია. მაშინ როცა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას. რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციას, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს. ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობას წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღდგენისკენ. რუსეთის ქმედებებზე უშიშროების საბჭოს სხდომაზე კომენტარი შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში მაიკ უოლცმაც გააკეთა. მან რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო ქცევა და თქვა, რომ შტატები და მათი მოკავშირეები ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავენ. სულ რაღაც 9 დღის წინ ეს საბჭო შეიკრიბა და რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა. საბჭომ რუსეთს მოუწოდა, რომ უკრაინაში ომი დაესრულებინა და შეეწყვიტა ისეთი ქმედებები, რომელიც კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს შექმნიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ნატოს საჰაერო სივრცე კიდევ დაარღვია. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ნატოს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ. რუსეთმა მსგავსი სახიფათო ქმედებების სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოხვალ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს. ანის სრულად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს. შემთხვევა ესტონეთში პარასკევს 19 სექტემბერს მოხდა, როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რუსეთის საჰაერო ძალების 3 MiG-31 ტიპის გამანადგურებელი ნებართვის გარეშე ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურეში ვაინდლოს კუნძულის რაიონში შევიდა და იქ დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. რუკის მიხედვით, რომელიც ესტონეთის არმიამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა, რუსულმა თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის გასწვრივ ფრენისას ის მოსახვევი გადაჭრეს, რომელიც ამ ადგილზე საზღვარს ქმნის. ესტონეთის მიერ მიწოდებული მონაცემებით საზღვრის გადაკვეთა მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავებმა კუნძულს გვერდი აუარეს. შემდეგ რუკის მიხედვით რუსულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 170 კილომეტრი 12 წუთის განმავლობაში გაიარეს და ბოლოს ის ჰიუმას კუნძულის ჩრდილოეთის მხრიდან დატოვეს. ამ ადგილზე ნეიტრალური საჰაერო სივრცე საკმაოდ ვიწრო კორიდორს წარმოადგენს, თუმცა მისი სიგანე ყველაზე მიახლოებითი გათვლებით 10 კილომეტრს მაინც აღემატება. რუსული თვითმფრინავების შესაჩერებლად ჰაერში იტალიური F-35 ტიპის გამანადგურებლები აფრინდნენ, რომლებიც ესტონეთში ემარის აეროდრომზე არიან ბაზირებული. მომხდარზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დარღვევა არ მომხდარა და თვითმფრინავების ფრენის მარშრუტი ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ვაიდლოს კუნძულის 3 კილომეტრზე მეტი დაშორებით გადიოდა. ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევამდე 9 დღით ადრე რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დრონების ჩამოგდების პროცესში მინიმუმ 1 სახლი მაინც დაზიანდა. ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ამოქმედა, რის შემდეგაც ალიანსმა საკუთარი სახმელეთო და საჰაერო საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად მასშტაბური ოპერაცია აღმოსავლელი მცველი დაიწყო. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლავ სიკორსკიმ გაეროში გამართულ საგანგებო სხდომაზე რუსეთს მიმართა და უთხრა, რომ მათი იმპერია არ აღდგება. This emergency security council meeting has been called
უშიშროების საბჭოს ეს საგანგებო ხდომა მოწვეულია იმის გამო, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაგზავნა დრონები პოლონეთში რუსეთის 3 მოიერიშე თვითმფრინავი MiG-31 გათიშული ტრანსპონდერებით უნებართვოდ შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და იქ 12 წუთი დაყო. იმავე დღეს რუსეთის 2 მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია უსაფრთხოების ზონა ბალტიის ზღვაში, ჩვენს ეკონომიკურ ზონაში არსებული პოლონეთის საბურღი პლატფორმების თავზე. თუ ეს შემთხვევითობა იყო, რატომ არ უნდა აღიარო მაშინვე და რატომ არ უნდა მოიხადო ბოდიში? ჩვენ რუსეთს წარსულში მივეცით საშვი ასეთ ვითარებებში, თუმცა ბოდიში არ მოგვისმენია, არამედ მხოლოდ ტყუილები. რუსეთის წარმომადგენლობისთვის ეს მაქვს სათქმელი. ვიცით, რომ არ დაეძებთ საერთაშორისო სამართალს და არ გაგაჩნიათ უნარი მშვიდობიანად იცხოვროთ თქვენს მეზობლებთან. თქვენი გიჟური ნაციონალიზმი შეიცავს დომინაციის სურვილს, რომელიც არ გაქრება სანამ არ გაიაზრებთ, რომ იმპერიების დრო წასულია და თქვენი იმპერია არ აღდგება. თითოეული დრონით დარტყმა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები ახორციელებენ, ღმერთმა დალოცოს ისინი. აახლოებს ამ დღეს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს რუსეთის მთავრობასთან. თუ მორიგი რაკეტა ან თვითმფრინავით შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში, განზრახან შეცდომით და იქნება ჩამოგდებული და ნამსხვრევები დაეცემა ნატოს ტერიტორიაზე, აქ ნუ მოხვალთ საწუწუნოდ, გაფრთხილებულები ხართ. რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების ბრალდებებს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტის პრეზმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრალდებებს ცარიელი, დაუსაბუთებელი და უკიდურესად აგრესიული ხაზის გაგრძელება უწოდა. მისივე თქმით, ამ განცხადებების მიზანი დაძაბულობის გამწვავება და კონფრონტაციული ატმოსფეროს პროვოცირება.